რატო მაინცა და მაინც ნუკრის რეცეპტით მჟავე კომპოსტო? იმიტომ რომ ხრაშუნა წითელია, ისეთი გემრიელია. წავიდეთ ჯერ ერთი მარწყვის ხესთან. ნახე როგორ დამწიფებულ. ისეც ნაყოფი, წიფე, მივირთმევთ ცოცხლად. ნა. ძალიან გემრიელია. საინტერესოა მეგობრებო. და წვერებში უფრო ლამაზია. თქვენთან თუ არის ეს ხილი? ჟღენტების ოჯახში ვიმყოფები, მითაიშვილი, 2 გურული, ჩემი სიძე, გაიცანით ნუკრი. გაგესვარაფერი თუ? მოკვდა და გავწითლდი. მაგრამ სამაგიეროდ კარგი ჭარხალია ეთყობა. შეხედე ახლა, ესე არ გამოვად ჩემო ძმაო. შენს დაფაზე უნდა იმუშაო და მე ჩემს დაფაზე. ათიშვილი გამერა? ამერა ჩული. აბა რა სიმაშო მოვდი კაცი იყოფა თქვენ. გამდიოდა ოფი. ანუ შენი სიტყვა პასუხის კაცს. რამდენი წიგნი გაქვს წანაკითხი, მე არ ვიცი. ვინ მოთulis უბრალოდ. სუკითხო. წიგნის საკითხვა. რანაირად შეიძლება შეგეშალოს სიტყვა პასუხი გადაღების დროს? რა ვიცი ვიბნები მაგ დროს მე ბრინჯივით. ნუკრი დაიბადა და გაიზარდა სოფელ სამებაში. სკოლაში რამდენი მოსწავლე იყავით? 12, 6 ბიჭი, 6 გოგო. ასე თანაბრად როგორ? ის ასე გამოვიდა. ყველაზე კარგად ვისწავლობდა. გააჩნია საგანს. საგნის მიხედვი? საგნების მიხედვით ჰქონდა ჟავის განაზრებული. მომზადებისთვის პირველ რიგში მარილწყალი დავადგით, დაახლოებით 5 ლიტრი გავუკეთეთ. 1 ცალი ჭარხალი, ცოტა პილპილი, დაფნის ფოთოლი, ნიორი, ნიახური. 5 ლიტრი წყალი, 5 კოვზი. ხო, 5 სავსე სუფრის კოვზი მარილი, მაგრამ მარილსაც გააჩნია მეგობრებო, ზოგ მარილს მარილობა აკლია, ამიტომ მოვამზადეთ ბოსტნეული, ჭარხალი, სტაფილო, კომბოსტო, ნიორი, ასევე დაგჭირდება ნიახური, დაფნის ფოთოლი და სურნელოვანი პილპილის მიქსი. დავიწყოთ ჩალაგება. დავაწყოთ 1 ფენა კომბოსტო, 1 ფენა მოვაწყოთ, მერე მოვაყაროთ ჭარხალი. მუშაობა მიდის სამეზობლოში. და ისე ფენა ავავსებთ მთლიან პორციაში გამოდის საკმაოდ დიდი ქვაბი, გავუკეთეთ ასევე დამატებით 2 სუფრის კოვზი მარილი და ძმარი იმისთვის რომ მალე დაგვიმჟავდეს. ამასობაში მარილწყალი გაცივდა, ავავსეთ ჩვენი ქვაბი მარილწყლით და დაველოდოთ, როდის დამჟავდება ჩვენი კომპოსტო. რაშინა გამოდის? შეხედე რა საყვარელი სერი კატარა.